დაახლოებით 1200 ადამიანია რეგისტრირებული. ჯერჯერობით ძალიან დატვირთულები არა ვართ, დაახლოებით 150 ადამიანამდე იქნება, რაც მოვიდა და თავისი ხმა დააფიქსირა. როგორც წესი, საერთოდ მით უმეტეს ორშაბათს, რადგან ორშაბათია და ყველა მუშაობს. ნაკადს, ყველა მთავარ ნაკადს ველოდებით ალბათ ეს 6-ის ნახევრის მერე, უფრო 6-დან. ყველაფერი მიმდინარეობს წყნარ ვითარებაში, რაიმე ექსესებს ადგილი არ ქონია და იმედია ესე ჩავატარებთ დღის ბოლომდე ყველაფერი კარგად იქნება. სიაში არა ვარ და თქვენს რომ არ შეიძლება მიღებაო, რადგან სიაში არ ახარო და ჩამოვედი 10-ში. და ნუ რეგისტრაცია მეგონა დამთავრდა 13-ში თუ ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ნუ რა ვიცი, ხა ძალიან გართულებულია, იმიტომ მე ვარ მანჩესტერში ცხოვრობ და ეხლა ჩამოსულიყავი, დაურეგისტრირებულიყავი ეგრევე აქ და ნუ ძალიან ცოტა დრო იყო ამისთვის და უბრალოდ რატო არის ესე გაკეთებული წარმოუდგენელია. საქართველოს მოქალაქე ვარ, რომელსაც ვიზა აქვს, აქ ცხოვრობ და უნდა მქონდეს მე მგონი უფლება რომ მივცე ხმა, მაგრამ ნუ დღევანდელი კანონმდებლობით ეგრე არის გათვალისწინებული არ შეიძლება. რა დრო დაგჭირდათ თქვენი არჩევანი რომ დაგეფიქსირებინათ ამას? წუთზე ნაკლები. მგონი ორგანიზებული არის. ორგანიზებულია და ხალხი ჯერჯერობით ახალს არჩევს. თქვენ სამსახურიდან გაეთავისუფლეთ დღეს თუ? არა, მაგრამ მე ჩამოვედი 2 საათი მომიწია მატარებლით ჩამოსვლას, რომ ჩამოსულიყავი, იმიტომ რომ ცხოვრობ სამხრეთში. ამიტომ ჩამოვედი.